მეხუთე მცნება უკვე იმ მეორე ფიქალზე რაც ეწერა, მეხუთე მცნება, ესე იგი უკვე არ ადამიანს შორის მცნებათა ჩამონათვალში პირველი არის მშობლის პატივისცემა. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე. ადამიანი, რომელიც თავის მშობელს პატივისცემს, ამაში ჯერ ერთი რომ რა თქმა უნდა ადამიანური ხორციელი სიყვარული გამოვლინდება მშობლისა და მეორე ძალიან დიდი რწმენა გამოვლინდება. ესე იგი ადამიანი როგორ დამოკიდებულებაში არის მშობელთან, ესეც განსაზღვრავს ღმერთთან როგორი დამოკიდებულება. იმიტომ რომ ღმერთი გეუბნება, ის არის მამა შენი, შენ ხარ შვილი. და თუ ხორციელ მამასთან ვერ გაქვს ურთიერთობა, აი რაღაცა გავს ეს ურთიერთობა ღმერთთან ურთიერთობა. ამიტომ გეუბნება, რომ აი პატივი ეცი მამას და დედას. და რომ ამას ვამბობთ ხოლმე, აი მშობლებს უხარიათ, რომ ხო, ეგრეა, კარგია და იმიტომ ამბობენ, რომ აი ჩემმა შვილებმა მოისმინონ ესო. მაგრამ ჩვენს მშობლები ყავს, ეგეც არ უნდა დაგვაუწყდეს. ზოგ ცოცხალი ყავს, ზოგს გარდაცვლილი ყავს. გარდაცვლილსაც კი არა, გარდაცვლილს სჭირდება პატივისცემა თავის დროზე, როცა მოახერხოთ საფლავის დასუფთავება. ხარს უსვამ ერთ რაღაცას. საფლავზე შვილის წაყვანა თუ შვილის წაყვანა, ნახოს, რომ შენ როგორ მიხვედი, როგორ აუნთეს ანთელი, როგორ დაასუფთავე მთავრობა, როგორ მიიყვანე სასულიერო პირი, პანაშვიდი გადაიხადე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ბევრ მშობელს ესე არ მიყვავს შვილი საფლავზე, თავის მშობლის საფლავზე. თავის შვილმა როგორ უნდა ისწავლოს, რომ მოვიდეს მე საფლავზე. საქმით უნდა სიტყვი შეიძლება ბევრი რამე უთხრა.